საღამო მშვიდობისა. მე ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე და ოპერატორი გიორგი ორანგველიძე ლაგო ტივის ეთერში წარმოგიდგენთ წლის შემაჯამებელ საახალწლო საქველმოქმედო გადაცემას ადამიანების დასახმარებლად. დღეს ერთად შევაჯამებთ 2025 წელს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი დატოვა ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს იყო მოვლენებით, გადაწყვეტილებებით და გამოწვევებით სავსე წელი, რომელმაც ბევრ რამეზე დაგვაფიქრა და ბევრი პასუხიც გაგვცა. დღეს გავიხსენებთ განვლილ გზას, მთავარ ამბებს, გადაწყვეტილებებს და წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც განსაზღვრეს ეს წელი. ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორი იყო გასული წელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის და როგორი იქნება 2026 წელი. ახლა გადაცემაში გვიერთდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი. მოგესალმებით ბატონო ჯონდო, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. წარმატებები მინდა გისურვოთ, მშვიდობა გისურვოთ, ჯანმრთელობა უსურვო და განვითარება ჩვენს ქვეყანას. რით იყო დასამახსოვრებელი გასული წელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის? 2025 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით დავასრულეთ. ბევრი საინტერესო მნიშვნელოვანი და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული მიმართულებით. და იმედი გვაქვს, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება, მეტ კეთილდღეობას მოუტანს და მეტ განვითარებას ჩვენს მუნიციპალიტეტს. რას უნდა ველოდოთ 2026 წელს? რა იქნება ძირითადი აქცენტები და გამოწვევები? ყველაზე მთავარი გამოწვევა რაც არის, რჩება უცვლელი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი იყოს ყველაზე განვითარებული, მოწესრიგებული საბაზისო ინფრასტრუქტურით, გაძლიერებული ეკონომიკით და ამ ყველაფერზე იქნება ის ფინანსური რესურსი მიმართული, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონო ჯონდო, ახალ წელს გისურვებთ წარმატებებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მადლობა, მეც გილოცავ, წარმატებებს გისურვებთ. შეგახსენებთ, რომ გადაცემაში მონაწილეობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ახალი წელი სიხარულთან, ოჯახთან და სითბოსთან ასოცირდება. თუმცა ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, ვისთვისაც ეს დღეები ხშირად სიჩუმეს, მარტოობას და მოლოდინს ნიშნავს. ესენი არიან ჩვენი მოხუცები, ადამიანები, რომლებაც მთელი ცხოვრება სხვებზე ზრუნვაში გაატარეს. დღეს კი სამწუხაროდ ხშირად უყურადღებოდ რჩებიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დახმარებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყურადღებაზე, პატივისცემაზე და იმაზე, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო, მით უმეტეს ახალი წლის ღამეს. დღეს გაგაცნობთ მათ ისტორიებს, მარტივს, გულწრფელს და ძალიან ადამიანურს. ისტორიებს, რომლებიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა. მანამდე კი გვინდა გაგაცნოთ ის ადამიანები, ქველმოქმედები, ბიზნესმენები, რომლებმაც უკოყმანოდ მიიღეს მონაწილეობა ლაგო ტივის პროექტში და მათ მიერ გაღებული შემოწირულობით სწორედ დღეს შევეცდებით დავეხმაროთ ჩვენს მარტოხელა მოხუცებს. ახალგაზრდა ქველმოქმედი და ბიზნესმენი, პროფესიით იურისტი, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე დავით კობლაშვილი. დავით კობლაშვილმა დაამთავრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის ნომერ 1 საჯარო სკოლა. იგი ფინანსურად და საკვები პროდუქტებით ეხმარება ათეულობით ოჯახს, უსინათლოთა და მოხუცებულთა თავშესაფრებს. დავით კობლაშვილის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდი ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე ფონდი მოიცავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების და მრავალშვილიანი დედების ფინანსურ დახმარებას. ასევე აფენის 1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის სტუდენტობის პერიოდში სტიპენდიის სახით ფინანსური ანაზღაურების დანიშნას. აფენის ლუდის ხელმძღვანელი მალხაზ ნადირაძე. აფენის ლუდი ცნობილია როგორც ლაგოდეხში, ასევე საქართველოში და ევროპის ქვეყნებში. ფერმერები ვანო მჭედლიძე და ამირან მაჭარაშვილები. ამ ადამიანებისთვის უცხო ნამდვილად არ არის ქველმოქმედება და ყველა მათგანი უპირობოდ იღებს მონაწილეობას ჩვენს საქველმოქმედო პროექტში. მარკეტი ვადო, ვოვა სეირანოვი.
ყვავილების მაღაზია გიდელი წელს პირველად შემოგვიერთდა საქველმოქმედო ღონისძიებაში. კაფე ოსური ხაჭაპურები. ირაკლი ნასყიდაშვილი, რესტორანი ორი მრუჭა. მიშა ჭაკვეტაძე, კაფე პიცა პიატინა. მარინა უბსარაშვილი, სამედიცინო ესთეტიკური ცენტრი მარიმედი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს ქველმოქმედებაში მონაწილეობისთვის. შეგახსენებთ თქვენ უყურებთ ლაგო ტივის მიერ მომზადებულ საახალწლო შემაჯამებელ საქველმოქმედო გადაცემას ადამიანების დასახმარებლად. ახლა კი დროა გაგაცნოთ მარტოხელა მოხუცები, მოვისმინოთ მათი ისტორიები და ქველმოქმედი ადამიანების მიერ გაღებული შემოწირულობით გავახაროთ ამ ახალი წლის ღამეს თითოეული მათგანი. კიდევ ერთი ქველმოქმედი ორგანიზაცია მინდა დღეს გაგაცნოთ, რომლებიც წელს პირველად შემოუერთდნენ ლაგო ტივის საქველმოქმედო პროექტს კაფე ოსური ხაჭაპურები. მოდით ახლა შევიდეთ და ვნახოთ შიგნით რა ხდება. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც გაიხსნა თქვენი კაფე, ხო? თებერვალს გავხსენით. მართლაც უგემრიელესი ნაწარმია, უგემრიელეს ხაჭაპურებს აკეთებენ და სხვადასხვა ღოზელებს. პირადად მე მაქვს გასინჯული და იმედია დამიჯერებთ. და დღეს ვიცით, რომ სპეციალურად ჩვენი საქველმოქმედო პროექტისთვის გამოაცხეთ ღოზელები, ხაჭაპურები და უნდა გავატანოთ ჩვენს მარტოხელა მოხუცებთან. გულით და სულით ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის. ერთად ალბათ ვერ დავძრავ, ძალიან მართლა ძალიან მძიმეა. გავსვეთ ალბათ ხო ყუთები. და ჩვენ ამას აუცილებლად გადავცემთ თქვენი სახელით ჩვენს მარტოხელა მოხუცებს და გავულამაზებთ ახალი წლის ღამეს. წარმატებები მინდა გისურვოთ, ვიდრე დაგემშვიდობებით და ვიდრე უკვე მოხუცებთან გადავინაცვლეთ და მინდა ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გისურვოთ ყველაფერთან ერთად. გაიხარით, მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ჩვენც გილოცავთ ახალ წელს, მრავალს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში და უნდა ვესტუმროთ დარეჯან კერვალიშვილს, რომელიც როგორც გითხრეს არის მარტოხელა და უნდა გავახაროთ სწორედ ჩვენი ქველმოქმედი ადამიანების მიერ შემოწირული სხვადასხვა პროდუქტით. გამარჯობა. როგორ ხართ? ქალბატონო დარეჯან, ჩვენ ვართ ლაგო ტივიდან და უნდა გადმოგცეთ საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში საახალწლო ტკბილეული გილოცავთ. ახალ წელს მრავალს დაესწარით ჯანმრთელად, ბედნიერად. აი აქ დავალაგებთ ამებს მოგეხმარებით. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. დაგემშვიდობებით, კარგად იყავით. გადავინაცვლოთ შემდეგ ოჯახში. ვაგზელებთ გადაცემას და ახლა უნდა ვესტუმროთ ისევ აფენში ირინა შეყელაძეს. მოდით ერთად გავიცნოთ ქალბატონი. ქალბატონო ირინა. არც ერთმა მათგანმა არ იცის ჩვენი დღევანდელი ვიზიტის შესახებ. შეიძლება გამარჯობა.
გაუფრთხილებლად გესტუმრეთ. ჩვენ ვართ ლაგო TV-დან, როგორ ბრძანდებით? ნუ ნერვიულობთ ხალბატონო, ახალ წელს გილოცავთ და ჩვენი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მოგიტანეთ ტკბილეული ღვეძელები, რომ ახალი წელი მაინც გაატაროთ მშვიდად და ბედნიერად. შეიძლება შევიდეთ, შევიტანთ ამებს. წლიდან ასეთ გაჭირვებას და ტკივილს მოვდեմ. 13 წელს დამეყობა 99 წელში. 2016 წელს 36 წლის შვილი დამეყობა. ხორის გრიპით ვირუსები რომ ძინვარებდა. ეხლა კიდე 40 წელი გადამიხდია. მეუღლე დავკარგე და 4 კედელში ვარ დარჩენილი. ძალიან მძიმეა ამ ისტორიის მოსმენა. ძალიან მძიმე, მაგრამ უნდა გამაგდეთ ხალბატონო, მეტი გზა არ არის, ცხოვრება უნდა გააგრძელოთ. აბა რა ვიცი, თუ შევძელი გავაგრძელებ. თუ არა და მე ვეთი გასაქანი არაფერი მაქვს. როგორ ცხოვრობ? რითი ირჩენთ თავს? არაფერი, დედამისი ზურგზე ორი არა, ძროხა არა. თიშვილი კათამი მყავს და 3 ბატი. ეგ არის ჩემი ცხოვრება და პენსია. მეც ჩემი შემოსავალი არაფერი არ არის შვილო. თუ რამე მყავდა ამ საცოდავს გადავალიე. არაფერი ერთი დეკოელი მყავდა გამყიდე და წამლებში და ექიმებში დავხარჯე ის. მეტი სახსარი არაფერი არ გამაჩნია. არა მაქვს არაფრის საშუალება. ასე დავჭი 4 კედელში ამ სურათების ამარა და მივჩერები მანამდე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ? ცხოვრება ასეა და უნდა თქვენც უნდა გააგრძელოთ ცხოვრება. ისევ თქვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრების მოსახსენიერებლად. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და ეს ჩვენ ლაგო TV საქველმოქმედო პროექტში გავაერთიანეთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქველმოქმედი და ბიზნესმენი ადამიანები და სწორედ მათ მიერ გაღებული შემოწირულობით შეგიძინეთ ეს პროდუქტები ტკბილეული. მადლობა. ჯანმრთელობას გისურვებთ და გამძლეობას. კეთილი სურვილებით ბედნიერი წელი ყოფილიყო თქვენთვის და ჩემთვის. გაიხარეთ მამტანი აღარ არის. ბედნიერად და ჯანმრთელად. იცოცხლე. ახლა გადმოვინაცვლეთ სოფელ გვიმრიანში. ემზარი კაპანაძეს უნდა ვესტუმროთ. რა თქმა უნდა, ბატონი ემზარის არ გველოდება არის ის ჩვენი ვიზიტის შესახებ და მოდით ერთად ვნახოთ ეს ემოციები. ბატონო ემზარ. ბატონო ემზარ. ისმეთ აგერვარ. გამარჯობა. იცოცხლეთ და გილოცავთ ახალ წელს. ასევე თქვენს დაესწარით ქრისტესობას. ჩვენ ვართ ლაგო TV-დან და საქველმოქმედო პროექტში გავაერთიანეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბიზნესმენები, ქველმოქმედები და სწორედ მათი დახმარებით გესტუმრეთ და ეს ტკბილეული მოგართვით, რომ ახალი წლის ღამე ბედნიერად გაატაროთ. შემოვიტანთ თუ მოგეხმარებით ჩვენც და როგორ ცხოვრობთ? მარტო ცხოვრობთ, ხო ბატონო ემზარ? მარტო. და თავი რითი გაგართ? დასია დანიშნული ეგ არის ერთი. იცოცხლეთ და რამდენი ხანია რაც მარტო ცხოვრობთ? რამდენი ხანი არის და იქნება უკვე 13 წელიწადი. რას ისურვებდით ამ ახალი წლის ღამეს? რასაც ვისურვებდი,
მთლიანი საქართველოს ბედნიერება, სხვას არაფერს პირველ რიგში და დანარჩენი მე კიდე ყველას კარგად და კარგად ყოფნას უსურვებით თქვენი თამადობით. გაიხარეთ, მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში და ბედნიერებას. გისურვებთ თქვენ და რა ვიცი, კარგი და კარგი. კარგად ზამდებოდეთ. იცოცხლეთ და გაიხარეთ. სოფელ ჭაბუკიანში გადმოვინაცვლეთ და ქალბატონი ნარგიზი ჩიხიაშვილი ასეთი პიროვნების სახელიაგვარი მოგვაწოდეს, რომელიც არის მარტოხელა მოხუცი. მოდით ვესტუმროთ, იმედია სახლში დაგვხვდება. ქალბატონო ნარგიზი. ქალბატონო ნარგიზი, აი სახლშია ქალბატონი ნარგიზი. შეიძლება? გამარჯობა. ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ ღმერთმა, როგორ ბრძანდებით? რა ვიცი, როგორც ასაკოვანს. ჩვენ ვართ ინტერნეტ ტელევიზია ლაგოტივიდან და ჩვენ საქველმოქმედო საახალწლო პროექტში გავაერთიანეთ ქველმოქმედი ადამიანები და მათ მიერ გაღებული შემოწირულობით მოგართვით ტკბილეული ხილი, რომ ახალი წლის ღამე გაატაროთ ტკბილად. ეს ხილი და ტკბილეული. როგორ ცხოვრობთ ქალბატონო ნარგიზი? გაჭირვებაში ძალიან. რა ვქნა, რომ მიჭირდა ხოლმე პენსია, გამამქონა სრული პენსიაც არა მაქვს წვალობას. შვილი ერთი დამეყუპა, ერთიც გერმანიაში წავიდა, ვითომ ემუშავა რაღაცა, მაგრამ აბა გახდა სიმსივნე აქვს. ისიც ძალიან ცუდად არის. და თქვენი შვილი სად არის? ერთი და რიდებული გერმანიაში და იქ ტორვილი სტატუსით არის ახლა იქ და კურნალობენ. აქ მარტო ცხოვრობთ? მარტო ვარ. რითი გაგავთ თავი, რითი ერჩევთ? პენსია მხოლოდ ეს რაც საშუალება მე სხვა არაფერი. შრომა მიაღარ შემიძლია. 2 წელი არის და ახლა ზაფხულოცა ეს ამბები გავიგე წელში გავწყდი. დაღუნული საქმე არ შემიძლია, არაფერი. ვეღარაფერი ვერ მოვყავს პოსტით. წელს ვერაფერი ვერ მოვიყვა. ახლა ზამთარია, ცივა, შეშა გააქვთ. ძალიან ცოტა. არავინ გეხმარებათ? ვინ მომეხმარება? ვინ? აბა შეშა საიდან მოგაქვთ? ეს შაშანდელი შეშა მაქვს. და ის რო გათავდება მერე? რა ვქნა, ახლა ვერ იქნება ვინმე ვიშოვო, ცოტა საკაციები ამოსული რამ იქნება ვინმე დამიჭრას. რა ვქნა? ჩემ გარემოში სხვა გზა არა. ჩვენ ვთხოვთ მაშინ თქვენი ნებართვით აფენი მერის წარმომადგენელს რო დაგეხმაროთ. მადლობელი ვიქნები. კარგი, ჩვენ აუცილებლად ვთხოვთ და გულთან მივიტანთ ნამდვილად თქვენს საკითხს. შეშის დიდი პრობლემა მაქვს სხვა. შარშანდებს მოვყვები, ასე მე მეზობელთან გავდივარ, ხანწევა რო ნაკლებად დავწვა. შეშა. კარგით. გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას გისურვებთ. ჯანმრთელად და სუკარგად. ხნედ უნდა იყოთ და კარგად უნდა იყოთ, რომ ეს ახალი წლის ღამე მაინც შვიდად რო იყოთ. ჩემი ბედნიერება ის იქნება შვილი გადამირჩეს. არასრულწლოვანი შვილები ყავთ. ძალიან მეჩინია ცხოვრების. ჯანმრთელობას გისურვებთ და მხნეობას გისურვებთ. და მოდით ღმერთმა ქნას და ვინ უნდა გავწმიდო მიჭირს. ისე დღეში ვარ. წელი. ახალ წელს ხო სურვილები ხდება? ქალბატონო ნარგიზი. მადლობა ეგ სურვილიც ერთი შემისრულდა, ტელეფონი გამიფუჭდა პატარა. მითხრეს რომ ესა იქნება უიაფად გაგიკეთონაო, და ბილაინის ისამ რომ მივედი მაჩუქეს. გავშრი ეს რა მოხდა სასწაულებით. და ახლა კიდევ ერთი სურვილი შეგისრულდებათ, იმედი მაქვს, რომ თქვენი შვილი გამოჯანმრთელდება. მადლობა. კარგად იყავით და ჯანმრთელად იყავით, მხნეობას გისურვებთ. მადლობა. გადმოვინაცვლეთ სოფელ ანანაურში, ნუგზარი რევაზიშვილის ოჯახში.
ბატონო ნუგზარ გამარჯობა. გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. აი საახალწლოდ მოგართვით ტკბილეული ნამცხრები. სად შეიძლება რომ დავალაგოთ? შიგნით გასკელი. ძაღლი ხო არა? არა. რა სინატრებდით ამ ახალი წლის ღამეს? სიკეთე და სიჯამთელე სხვა რა უნდა. როგორ ცხოვრობთ? რითი ირჩენთ თავს? თუ პენსია მევიდა თუ არა. ხნეობას გისურვებთ. და გილოცავთ კიდევ ერთხელ. მრავალს დაგასწროთ ღმერთმა. კარგად ზანდებოდეთ. კარგად იყარეთ, ვალო. ახლა ლაგოდეხში სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს მარიმედის უნდა ვესტუმროთ, ნახოთ რა სიურპრიზს გვთავაზობს მარიმედი. რა სილამაზეა და როგორი საახალწლო განწყობა. გამარჯობა. გამარჯობა მოგზავნით. გილოცავთ ახალ წელს. გილოცავთ მრავალს და ეს მიხარია თქვენი ნახვა. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს საყვარელ მოსახლეობას სრულიად საქართველოს მიულოცავ დამდეგ 2026 წელს. ეს წელი ყოფილიყო ჯანმრთელობის, სიმშვიდის, ხვავის, ბარაქის, გამრავლების, ბედნიერების წელი. და რადგან მე მერგო წილად ეს პატივი რითაც ძალიან უკმაყოფილი და ბედნიერი ვარ, მინდა წლევანდელი ჩვენი მომსახურების ვაუჩერი გადავცე ერთ-ერთ ძალიან საყვარელ ქალბატონს მერი ჯანაშვილს. ქალბატონო მერი, 1 წლის განმავლობაში, როცა მოგესურვებათ, თუნდაც ყოველ დღე ჩვენი კლინიკა და მე მიგულეთ თქვენ სამსახურში. გეფერებით ყველას. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გილოცავთ. აი ასეთი სიურპრიზებით გვანებივრებს, ანებივრებს მოსახლეობას ყოველთვის ლაგოდეხის სამედიცინო ესთეტიკური ცენტრი მარიმედი და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა ომსარაშვილი. ქალბატონო მარინა, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ საქველმოქმედო პროექტში ჩართვისთვის, მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ. მადლობა თქვენ რომ არსებობს, მადლობა თქვენ რომ იქმნება ასეთი პროექტები და მადლობა თქვენ რომ ჩვენ გვაძლევთ იმის საშუალებას რომ მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენც განვიცადოთ ბედნიერება. ამისთვის მადლობა თქვენ. ახლა გავეშუროთ ქალბატონ მერი ჯანაშვილთან და გადავცეთ ვაუჩერი. გვაქვს პატივი შევასრულოთ მარიმედის თხოვნა და მარიმედის ერთწლიანი მომსახურების ვაუჩერი უნდა გადავცეთ ლაგოდეხში ქალბატონ მერი ჯანაშვილს. ქალბატონო მერი. გამარჯობა. გილოცავთ ახალ წელს. მადლობათ მეცას. მრავალს დაესწარით. ჩვენ ვართ ინტერნეტ ტელევიზია ლაგო ტივიდან და ჩვენ საქველმოქმედო გადაცემა პროექტის ფარგლებში ჩაერთო მონაწილეობის მისაღებად სამედიცინო ესთეტიკური ცენტრი მარიმედი და თქვენ გადმოგცათ ერთწლიანი მომსახურება მარიმედის. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს. მადლობა სიხარულის რემლები მოვწონს. რა სინატრებდით ახალ წელს? ახალ წელს ხო სურვილები ხდება? ახალ წელს ყველას უსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, სიხარულს, მშვიდობას, ყველაფერს, რა ვიცი, რას ვისურვებდი. პირველ რიგში შვილი მყავს ავადმყოფი და ღმერთს ავთხოვ რომ არავისა ყველა საშოროს და მე გადავიტან ყველაფერს, ბოლო ვიყო მე ამ ყველაფერს. ჯანმრთელობას ვისურვებდი რომ ჩემი შვილი გამოჯანმრთელებული იყოს და ყველა შვილების უბედნიერები და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. მითო მეტირება.
გადმოვინაცვლეთ უკვე ლაგოდეხში ვაჟავშაველას ქუჩა 6 ნომერში. ქალბატონ ზაირა მესხიშვილის სახლთან ვართ, სადაც გიდელის ყვავილებმა გამოგვატანა აი ეს ულამაზესი საახალწლო კალათი. ჩვენ ვართ ინტერნეტ ტელევიზია ლაგო ტივიდან და ჩვენ სახალწლო პროექტში გავაერთიანეთ ადგილობრივი ქველმოქმედი ადამიანები და გიდელის ყვავილებმა თქვენთან გამოგვატანა აი ეს ულამაზესი სახალწლო კალათი ტკბილეული ცავზე. ძალიან დიდი მადლობა გენოსალე, გაიხარეთ. მრავალახად ზაგასწროთ თქვენს ღმერთთან და ჩემ ხნით მოყაროთ და ცოტა მეტი. 98 წელსა გავხდით დღეს. გილოცავთ, აი არ ვიცოდით ჩვენ და დაბადების დღის მოლოცვაც გამოგვივიდა. დიდი მადლობა გენოსალე. შემთხვევით არაფერი ხდება. გაიხარე გენოსალე. სუყურა კარგად მეყოლეთ, სუყურა გენოსალე. როგორ ცხოვრობთ ქალბატონო ზაირა? dabdzandit. ის გენოსალე ხან მიხენს რა ვიცი. ცოტა შეშაც მოგვიტანა მთავრობამ რა ვიცი, იქით-აქეთ ცოტა ორი ვებრები ვართ აქეთ. მეზობლად ტოლები ვართ ორივენი. და ისეთი მცხოვრებ. გილოცავთ კიდევ ერთხელ დაბადების დღეს, ახალ წელს და ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა გენაცვალე, გაიხარეთ. თქვენს მრავალ ზაგასწროთ ღმერთს. გაიხარეთ. ბედნიერი ახალი წელი გქონდეთ. თქვენც ესევე გენაცვალე, გაიხარეთ. შემდეგი ქველმოქმედი ორგანიზაცია კაფე პიცა პიადინა უნდა წარმოგიდგინოთ. მიშა ჯაკვეტაძის ცნობილი კაფე, რომელიც ყოველ წელს საკუთარი ინიციატივით გვიერთდება და იღებს ჩვენ საქველმოქმედო საახალწლო პროექტში მონაწილეობას და ყოველ წელს განსაკუთრებულ საახალწლო მენიუს თავაზობს ერთ-ერთ მარტოხელა ან გაჭირვებულ ადამიანს. მოდით ახლა შევიდეთ ერთად და ვნახოთ რა სიტუაცია არის და დღეს რას შემოგთავაზებენ. ახლაც გაგვიმზადეს, ძალიან დიდი მადლობა. ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარი. კარგად ზანდებოდეთ. კიდევ ერთი მარტოხელა მოხუცი უნდა გავახაროთ, კაფე პიცარია მასთან გამოგვატანა საახალწლო სუფრისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი. ეს ქალბატონი გახლავთ რაისა ჩიგარნაია. გამარჯობა. ჩვენ რაისა ქალბატონ რაისასთან მოვედით. გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას და ეს ჩვენგან გადაეცით, რომ რადგან წოლი არია ჩვენ არ შევაწუხებთ. ჩვენ ვართ ინტერნეტ ტელევიზია ლაგო ტივი და საქველმოქმედო პროექტში გავაერთიანეთ ადგილობრივი ფერმერები, ბიზნესმენები და კაფე პიცა პიადინამ გამოგვატანა თქვენთან აი ეს ახალწლო ნობათი. ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერებას გადაეცით ეს ქალბატონ რაისას. კიდევ ერთი ქველმოქმედი რესტორანი მინდა წარმოგიდგინოთ, ორი მუჭა, რომელიც რამოდენიმე თვის წინ გაიხსნა ლაგოდეხში, ქალაქის ცენტრში და მისი ხელმძღვანელი გახლავთ ირაკლი ნასყიდაშვილი. ირაკლის მიერ მომზადებული ხინკალი მთლიანად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განთქმულია და ესევე პირველივე შემოთავაზებაზე ჩაერთო აღნიშნული რესტორანი ჩვენ საქველმოქმედო პროექტში. ვნახოთ საახალწლო სუფრისთვის რას შემოგთავაზებს და რას გაგვატანს ერთ-ერთ მარტოხელა მოხუცებულთან. გილოცავთ ახალ წელს. მადლობა, მეც გილოცავთ მრავალს და ეს ჯანმრთელობას გისურვებთ და ბევრ მომხმარებელს. ბატონო, მომხმარებელი ასე გვაქვს. არ გაკლიათ კი ბატონო და დღეს ვიცი რომ თქვენც აქტიურად იღებთ ჩვენ საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობას და ერთ-ერთ გაჭირვებულ მარტოხელა მოხუცებულთან გვატანთ თქვენს პროდუქციას. და მრავალი ახალი წლები. მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ. ნახვამდის. ცხელი ხინკალი, ხაჭაპურები და ლობიანები.
რესტორანი ორი მუჭადან გადაინაცვლებს ერთ-ერთ მარტოხელა მოხუცებულთა. გადმოვინაცვლეთ ლაგოდეხში თავისუფლების ქუჩაზე ელენე ხიზანიშვილთან. დაუძახოთ. ქალბატონო ელენე. შეიძლება? ქალბატონო ელენე. აი მოგართვით ცხელი ხინკალი ხაჭაპური ლობიანი მადლობა უფალმა რესტორანმა ორი მუჭამ გამოგიგზავნათ მადლობა უფალმა დაგლოცოთ თქვენს და ის რესტორანი შეგეწიოთ ჩვენ ვართ ლაგოტივიდან ინტერნეტ ტელევიზია ლაგოტივიდან და სახელმწიფო საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობა მიიღო რესტორანმა ორი მუჭამ და თქვენთან კონკრეტულად თქვენთან პერსონალურად გამოგვატანა ბრძანდით ნუდგებით და მიერთვით გემრიელია ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს ბრავალს დაესწარით გვინდა წარმოგიდგინოთ გადაცემის კიდევ ერთი სტუმარი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლაგოდეხის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი ექიმი დავით ღონღაძე. ადამიანი, რომლის ცხოვრების მიზანს პაციენტებზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა წარმოადგენს. მოგესალმებით ბატონო დავით. გამარჯობა. გილოცავთ ახალ წელს, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით, ჯანმრთელობას გისურვებთ, დიდხან სიცოცხლეს, სიმშვიდეს, სიწყნარეს და ბედნიერებას. ბატონო დავით, ახალი წლის ღამის განსაკუთრებით დატვირთულ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების სამსახური, მათ შორის სასწრაფო სამსახური. თქვენ ახლაც გამოძახებაა შემოსული, როგორც უკვე შევიტყვეთ და შეგიძლიათ კიდევ ერთხელ მიმართოთ ლაგოტივის ეთერით რაიონის მოსახლეობას. მოსახლეობას ვილოცავ ახალ წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური როგორც ყოველთვის 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობს. ესე იმუშავებს ახალ წლის ღამესაც და იქნება ხალხის სამსახურში როგორც ყოველთვის. მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ სამსახურს და ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს. მადლობა თქვენ, გილოცავთ ახალ წელს. ვიდრე ახალი წელი ჩვენს ოჯახებში შემოაბიჯევს, მინდა წარმოგიდგინოთ გადაცემის შემდეგი სტუმარი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე. მოგესალმებით, მივესალმები ლაგოტივის მაყურებელს, მივესალმები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სრულიად საქართველოს მოსახლეობას და სურს მოგილოცოთ ახალი წელი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად შევხვდით ახალი იმედებით. ჯანმრთელობა იყოს, მშვიდობა იყოს, რაც მთავარია, ეს არის უდიდესი მონაპოვარი დღევანდელი მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე და მე მინდა თითოეულ ოჯახში იყოს ის ბედნიერება. აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ ძალიან რთული წელი იყო მთლიანად საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ჩვენი ხელისუფლების და მოსახლეობის ერთობლივი პატრიოტიზმით, მე ესე ვიტყოდი და სამშობლოსადმი ერთგულებით, ქართული ღირებულებების ერთგულებით, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება და დღეს ყველა ერთად აი ამ მშვიდობიან გარემოში ვზეიმობთ ახალ წელს.
ამიტომ პირველ რიგში ყველას გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და პირველ რიგში დიდი მადლობა კიდევ ბევრჯერ გამოცხადებული ნდობისთვის დღევანდელ ხელისუფლების მიმართ და მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი ნამდვილად ვამაყობ, რომ იმ ხელისუფლების გუნდის წევრი ვარ, რომელმაც შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და დღეს ჩვენ შვილებს აქვთ იმის საშუალება, რომ მშვიდობიან გარემოში იზეიმონ ახალი წელი. მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს ერთად შევაჯამეთ გასული წელი. ერთად მოვისმინეთ ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად შეუმჩნევლები რჩებიან. ისტორიები, რომლებიც გვახსენებს, რომ სიბერე მარტოობა არ უნდა იყოს. ახალი წელი, ახალი დასაწყისი სიმბოლოა და ზოგჯერ ახალი დასაწყისი ძალიან მარტივი რამით იწყება. ყურადღებით, ზრუნვით, ადამიანური სითბოთი. ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია და რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო, განსაკუთრებით ამ ღამეს. მე ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე და ოპერატორი გიორგი ორაგველიძე ლაგო ტივის სახელით გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდ, ნათელ და ბედნიერ ახალ წელს. ახალ წელს, სადაც მეტი სითბო იქნება და ნაკლები მარტოობა. მომავალ შეხვედრამდე. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3,